დღეს დილით სამსახურში დავიგვიანდი და კარგი საყვედურიც მომარტყეს. რანაირად დააგვიანებ, სადაბოდიალო ვერ გავიგე. შეყვარებული ნახალბად სამსახურამდე და მაგიტო დააგვიანდა. შენ ჩუ ინტრიგანუ ბავშვო. რატო და ჯერ ხო ავტობუსი არ მოვიდა დროულად და მე კიდე მეორე ხაზზე ვერ გადავჯექი მეტროში. იმდენი ხალხი იყო. ზეიკი რა, ეს ტრანსპორტის პრობლემა ხო ვერ მოგვარდა რა. ეს ქალაქი ციბერება და ტრანსპორტი გაუმართავია. მე რატო არ ვაგვიანებ ხოლმე სკოლაში ტრანსპორტის გამო? შენ ფეხით დადიხარ. ახო. ერთხელ თუ დავაგვიანო დამერხივა. გამოიწერეთ არხი თუ გიყვართ კნუტები და დაალაიქეთ თუ გიყვართ გოჭები. დააკომენტარეთ რომელი გირჩევნიათ. კიდევ ერთი მიზეზი ევროკავშირში დროულად შესვლისთვის. იქ მოწესრიგებულია ბევრად ტრანსპორტი. ევროკავშირი დაფინანსებს პირდაპირ მეტროსადგურების მშენებლობას. ჯერ მარტო პოლონეთს დაუფინანსა 3 მილიარდი euро, იცი? ბულგარეთს და რუმინეთს აღარაფერს აღარ ვამბობ. ხო და გამარჯობა მე. ჩვენი ლურჯი ავტობუსების შემოყვანაში მინდა გეხმარა. ევროკავშირი. ახალი სარეცხი მაქანა რო გინდა, მაგის ფული რო თხოვე ევროკავშირს არ მოგცემს. ეს ბავშვი გაიტანეთ ვინმე. სისულელებს რო ლაპარაკობს. რაც კი მაგაში გეთახმები ბაზარი არ არის. მაგათ ვერ შევედრებით ჯერ ჩვენ, მაგრამ იმედია რომ ჩვენც მალე შევართ ევროკავშირში. მეტი კომფორტი რომ მივიღოთ. ნეტა. მარიკო მიდი ჩაირბინე მაღაზიაში და იყიდე ის პილმენები რო გინდოდა. ოღონდ ცოტა იაფიანი იყიდე ხა 5 ბატარეას თუ დააცხრები პირდაპირ. ფეხით წავიდე? არა, თვითმფრინავის ბილეთს აგიღებ და იმით წახვალ. დურაკი ბავშვი.